17 დეკემბერს, ანუ მომავალ კვირაში უკვე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. დემოკრატიის კრიზისი გაუარესება საქართველოში. ამ დებატებს სტრასბურგში ახალი და მნიშვნელოვანი კონტექსტი ექნება. BBC-ის საგამოძიებო ფილმი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დიდი ალბათობით ქიმიური იარაღის გამოყენება და გაყალბებული გამოძიება. ევროპარლამენტის სესიას ჩემი კოლეგა ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძეც დაესწრება. ის ახლა ბრიუსელიდან ჩაგვერთვება და მოლოდინების შესახებ გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას. თამარი ბრიუსელში ასევე სპეციალურად დროებისთვის BBC-ის გამოძიების შედეგებზეც ესაუბრა ექსპერტებს. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. გიორგი, ჩვენ წინა კვირას ასევე დროებისთვის ვისაუბრეთ სწორედ იმაზე, რომ მოსალოდნელი იყო მომავალ კვირას და ზოგადად უახლოეს მომავალში უფრო მეტი განცხადების მოსმენა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და კონკრეტულად ასევე BBC-ის გამოძიებიდან გამომდინარე და როგორც შენ ცოტა ხნის წინ ახსენე, მართლაც დღის წესრიგში ბოლო პლენარულ სხდომაზე მიმდინარე წელს ევროდეპუტატები დებატებს გამართავენ საქართველოში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე და რა თქმა უნდა მოლოდინი არის რომ ამ თემასაც შეეხებიან, რადგანაც ეს თემა არის ყველასთვის ძალიან საყურადღებო, ძალიან საგანგაშო, თუმცა ამჯერად სპეციალურად დროებისთვის გადავწყვიტე რომ გვესაუბრა მაგალითად არა პოლიტიკოსებთან და პოლიტოლოგებთან, ექსპერტებთან, იურისტებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც საქმე აქვს ხოლმე ასეთი სახის სხვადასხვა საქმეებთან და ისიც საინტერესოა რომ ბრიუსელში გაიმართა საპანელო დისკუსია სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით და სახელწოდებაც ასეთი იყო კანონის უზენაესობის უკუსლა საქართველოში და ჩემთან გასაკვირად სხვათა შორის აღმოჩნდა რომ იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ვინც მუშაობენ მსგავს თემატიკაზე ძალიან კარგად ერკვევიან რა ხდება დღეს საქართველოში, მათაც აქვთ BBC-ის ფილმი ნანახი და თავიანთ მოსაზრებას გაგვაცნობენ ახლა დროების მაყურებელს. I've seen the recent BBC documentary on ნახე BBC-ის ბოლო დოკუმენტური ფილმი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და დემონსტრანტების წინამდე ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე. წამების საკითხებში გაერო სპეციალურმა მოხსენებებმა ავსტრალიელმა ექსპერტმა დოქტორ ელის ედვარდსმა გავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს პროტესტის მონაწილეთა წინამდე ქიმიური იარაღის გამოყენებას. ჩემი აზრით ეს სამართლის უზენაესობის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული უკუსლაა. ეს არის დემონსტრანტების წინამდე უკიდურესად მძიმე ძალადობის გამოყენება. ვფიქრობ, ამის მნიშვნელობა არ უნდა დაკნინდეს. ეს იმას უტოლდება, რა ძალადობაც მოხდა იანუკოვიჩის დროს არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინაში, როცა პროტესტის დროს ადამიანები იღუპებოდნენ. ჩემი შეშფოთების მთავარი მიზეზია, რომ მიმდინარეობს რეპრესიების ესკალაცია. საქართველოში იყო მასშტაბური პროტესტები სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. იყო დიდი პოლიტიკური პროტესტი, იყო პოლიტიკური დევნა, ჟურნალისტების უკანონო ბრალდებები მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაიწყო პირდაპირ ძალადობა ინდივიდების წინააღმდეგ. ამგვარად ეს აღარ არის მხოლოდ რეპრესიები და პროტესტის შეჩერების მცდელობა, ეს უკვე სხვა ფეხურზე გადავიდა. რაც ნიშნავს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს კი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმის თაობაზე, სად არის საქართველო და რამდენად სახიფათოა დღეს საქართველოში პროტესტის გამოხატვა. ამ თვალსაზრისით ეს ძალიან გავს რუსეთს. საქართველო უფრო უახლოვდა რუსეთს და ეს მახსენებს უკრაინას. იანუკოვიჩის რეჟიმის უკანასკნელ დღეებში, როდესაც მან პოლიტიკური პროტესტის სასტიკი ჩახშობა დაიწყო. მაიდანი დემონსტრანტების მკვლელობა, ასევე რუსეთში ბორის ნემცოვის და ალექსანდრე ნავალის კარამურზას დევნა. საქართველო იქამდე არ მისულა, რადგან ჯერ კიდევ არის ძლიერი პროტესტი. სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოზიციებს, მაგრამ ხელისუფლება ჩემი აზრით ცდილობს ამ პროცესების გატეხვას. რაც შეეხება სანქციებს შეულებრივ ვითარებაში არის თუ არა ეს ინსტრუმენტი ეფექტიანი. ვფიქრობ, შეიძლება ეფექტიანი იყოს თუ მიმართულია სწორ ადამიანებზე. ჩემი შეშფოთება ის არის, მოხდება თუ არა მათი სწორი ადამიანებზე მიმართვა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სანქციების დიდი ნაწილი დაბალი და საშუალო დონის პოლიტიკურ ან სასამართლო პირების მიმართ არის დაწესებული და არა იმ ადამიანებზე, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ კაფე გზავნილი იყოს. ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები არ ეთანხმებიან ჟურნალისტების რეპრესიებს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას. ვიმედოვნებ, რომ BBC-ის გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტების და გაეროს წამების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის საჯარო განცხადებების ფონზე შესაძლოა დამატებითი სანქციების დაწესდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს გააძლიერებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. Regarding the use of chemical in the protest. ახლა
ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა ის რომ საქართველოში არსებობდეს ადამიანი ან ჯგუფი, რომელსაც შეიძლება მტკიცებულების შეგუება და დაფიქსირება იმისა, რომ ეს ქიმიური საშუალებები მართლაც გამოიყენეს, რადგან ამ ეტაპზე ხელისუფლება ბუნებრივია არ აღიარებს, რომ ასეთი ქიმიკატები იქნა გამოყენებული. ვფიქრობ, ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება, რადგან პროტესტი არ წყდება და არც რუსეთის გავლენა მცირდება. მდგომარეობა მძიმდება იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე აღარ აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოზიცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ ამ ქიმიური საშუალებების გამოყენებას. ეს მართლაც უკვე სრულად სხვა დონეა. ეს აღარ არის მხოლოდ პროტესტის შეჩერება, ეს არის შემდეგ საფეხურზე გადასვლა ქიმიური საშუალებების გამოყენებით, რაც ამ ეტაპზე საქართველოსთვის უპრეცედენტოა. დიახ, ეს ნამდვილი კატასტროფაა. ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება. ქიმიური საშუალების გამოყენების მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში რუსეთის გავლენა აშკარაა. მთავარი პრობლემა არის საქართველოს რუსიფიკაცია. ჩვენ ხედავთ გარკვეულ ელემენტებს, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენება, ისე როგორც რუსეთში მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. გიორგი, ალბათ შენს დამეთანხმები, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ არ იყო წარმოუდგენელიც კი იყო ამგვარი კომენტარების მოსმენა. რატომ ვიხსენებ ამას, რომ 2 წლის წინ 15 დეკემბერს ჩვენს ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ მთელი საქართველო ძალიან ელოდა ამ დღეს, ელოდა რომ ჩვენ ეს სტატუსი მიგვეღო. ევროკავშირმა პრინციპში ასე ვთქვათ ავანსით მოგცა და რამდენიმე ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ შეგვესრულებინა და კარგად დაგვეკანონებინა, ასე ვთქვათ, სტატუსი და გაგვეგზელებინა გზა უკვე მოლაპარაკებების გახსნისთვის, სადაც ერთი ნაბიჯით წინ გვისწრებდა უკრაინა და მოლდოვა, თუმცა 2 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, როგორი უკუსლა არის არათუ პოლიტიკოსები, ექსპერტები, იურისტები, ისინი ვინც ასეთ საკითხებზე მუშაობენ, ისინიც კი ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში ასეთ დისკუსიებს უძღვნიან უკვე საქართველოს და როგორც შენ თქვი, მომავალ კვირას ველოდებით დებატებს ევროპარლამენტში, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, რომ ევროპის გზაზე არაფერ კარგს არ მოვისმენთ ევროპელი კანონმდებლებისგან. არც ისე ოპტიმისტური პროგნოზებით თამარ ნუცუბიძე ევროსკოპის მთავარი რედაქტორი გვერდებოდა. მადლობა მას. თამარს კიდევ არაერთხელ მოუწევს ინფორმაციის მოწოდება ქართული მედია საშუალებებისთვის. ის ფაქტობრივად ერთადერთი დარჩა ქართული მედიიდან, ჩვენი კოლეგებიდან, რომელთაც შეიძლება კოლეგა ეწოდოს, რომლებსაც შეუძლია ჯერ კიდევ არსებული რესურსების გათვალისწინებით ევროპის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებთან აკავშირებით პირდაპირ ინფორმაციის მოწოდება. მადლობა მას.